უღმესი მადლობა, უღმესი. მეც ვერაფერს ვიტყვი, დავასრულებთ გადაცემას. მოგესალმებით, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ვიხუმრეთ. ოფიციალური გიორგი ვაშაძე ალბათ გაინტერესებთ, რასაც ხადებს. გეტყვით, ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელადო. ვემზადებით აქტიურად. ნუ ვერ მოვალთ, მაგრამ შემდეგ დამარცხებას მომზადებულები მაინც შევხვდებით, ხო? ამას ისეთი კაცი ამბობს. განცხადებას კი არა, უფრო მუქარას გავს, ჩემი აზრით, მაგრამ ნუ კაი, დავტოვოთ განცხადებად, ხო? მოვიტყუოთ თავი, ხო? მოკლედ ვაშაძემ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. უბრალოდ ჯერ ვფიქრობთ, რომელი ქვეყნის ხელისუფლებაში გვაქვს მოსვლის შანსიო. ასევე დაამატა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებულნი ვართ პროფესიონალები, პატრიოტები და პატიოსნებიო. გაიგი ახლა ვაშაძე რომელია, პროფესიონალი, პატრიოტი თუ პატიოსანი. მე ვერ ხვდები. ნიკა გვარამია ყოფილა გაბრაზებული. მოიცა, კაცო, მე არ ვარ მაგ ალიანსშიო. მოკლედ ალიანსში ვართ პროფესიონალები, პატრიოტები და კიდევ პუზე, რასაც გვეძახიან, ეგ არ დაიჯეროთო, ხო? კი ბატონო. გაძლიერებულ კვებაზე გადასულ ჩინეთში კი მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი გაიხსნა, სადაც მწვადის სწორად შეცვას ასწავლია. სასწავლო კურსი 3 წლიანია. სერიოზული გამოცდებია სხვათა შორის. ყველა ვერაბარებს და ჩაჭრილები ოსტრის ფაკულტეტზე გადაყავთ თურმე, ხო? ნაღდი აკადემიაა თურმე, კაცო, პირველ კურსზე მარტო იმას გასწავლიან, დილით კარგი სამწვადე სადიშოვნო. მაგისტრატურაზე დანიავება ისწავლება, ხოლო დოქტორანტურაზე პურით გადმოტანა თეფშზე, ხო? ჩინეთის უნივერსიტეტში, სადაც მწვადის შეწვას ასწავლიან, სპეციალური მიწვევით პროფესორები ჩავლენ კახეთიდან. ჩემი ახლობელი მოხვდა ამ უნივერსიტეტში, სხვათა შორის, არა და პირველი ჯავახიშვილი ეწერა, მაგრამ ნუ იქ მოხვდა, ხო. მოკლედ ამ მწვადის შეწვის ფაკულტეტზე სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში იბრაწების. ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი მწვადის შეწვის დოქტორის გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. ჩვენი გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. სანდომში სააღდგომო სამზადისი უკვე დაიწყო. სანდომის მრავალფეროვანი და უგემრიელესი პასკების შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში. ახლა კი რა თქმა უნდა ვაგზელებ რა გინდა შვილო ხელის მოწერა რო შემეძლოს ბანკში ხომ მივუშავებდი მე ფანი იყო ავტოგრაფი მინდა როგორ ახარ ბატონო გიორგი ძალიან კარგად. თქვენ რაღაცა სიახლით მომნატრებია სცენა. როგორ ხარ? მინდა გაგაყარო და ვამცლო საზოგადოებას და მინდა გამოეხმარო ამ ფაქტს და ვახარო ირლანდიას რომ დუეტი ღაბაბი აღდგა. ვაა! აქვე მინდა ბრიტანეთს უთხრა რომ ღაბაბი აღდგა ბიტლზები დაიშალა. კი ბატონო. სად იყავით აქამდე რომ არ ჩამდით? შენის კუნძული ხო იცი? ჯექსონი და ლენონი რო ცხოვრობდნენ. კი? ეგ ძალიან კარგი რო იცი და რა შეგვეხება ჩვენ მე ბანგლადეშში ვიყავი და ის ესტაფონში. ხო, ვიცი ნე ხა. აი ეს კარგი ამბავია. მე გილოცავ და ვულოცავ საზოგადოებასაც. უღმესი მადლობა. მაგრამ საინტერესოა რამ გადაგაწყვეტინათ სცენაზე დაბრუნება. ხალხის დაჟინებული თხოვნით ბაბის ითხოვდა ხალხი რომ ბაბი დააბრუნდეს სცენაზეო და მე ოჯახის ექიმა მირჩია. ხო, კი. არ წდებოდა ზარები კაცო აღადგინე დუეტი იმძე მომეშალა ნერვები მივაბლოკე მამი და ჩემი ვერ ხო კი ანუ მამი და დაჟინებული თხოვნით ერთადერთი პრობლემა ხა ბაბის რისი მერიდება ჩემი ოჯახის წევრია ბიჭო ჩემი მეუღლე ეჭვიანობს ამ დუეტზე არა და ეთყობა ხარ ვიცი რა და სინდი კროუფორდთან ვარჯიშები რომ მიყავდა მაშინ არ უეჭვიებდი და ბაბის არ გვეჭვი კი ბატონო ესე იგი მე მაინტერესებს და ხალხს აინტერესებს ბატონო ჯიმი რატომ დაიშალა ზოგადად ღაბაბი? რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი? რატომ? ქალის გამო. კი ბატონო. დავიშალეთ იმიტომ რომ ვიფიქრეთ ატყდება ზარები აღადგინეთ მე საველოდო მაგას და აღვადგინე მე. არა ძალიან კარგი გადაწყვეტილება სხვათა შორის მაგრამ სულ მინდოდა მეკითხა. აი როცა ღაბაბი არსებობდა და რატომ მაინც და მაინც ღაბაბი სახელი? მამაშვილი ბაღაშვილი დაკავებული იყო. კი, თორე გვიდო. კი ბატონო.
ვაიმე დედა. კარგი, თუ ისა ეს ამბავი რომ გავრცელდა. მერაია კერიმ დამირეკა. ვა, მერე? ჩაბოვიჩო ცრემლი მომდის შენი და ბაბის ამბავი რო გევიგე. 100 არმიტირია ვლადარაუმოვი რო ჩამევიდა მექსიკიდან. კი ბატონო, იყო კიდევ? ხო, ფრედი მერკურმა დამირეკა გახარებულმა. ფრედი მერკური გარდაცვლილია. მე დამირეკა და გახარებული იყო და რა ვიცი მაგ სხვათა შორის ვინ დამირეკა კიდე იცი? დუალიპამ. მერე? დუალიპამ და რაღაცა ვილაპარაკეთ და მე აქედან მინდა დუალიპას რომ მიმართო რა. რომელ კამერაში გუება? აქედან ამ წეში. I which isn't I could. ეგე? ხო? აცი იქ მინე იდაყვებს ეთქო გესმის? კი ბატონო. კარგი, საინტერესოა. კიდევ სხვათა შორის ახალი ჰიტია. დიახ, რას გიმღერებთ ხო? ანუ ახლა მოგფინეთ ნათელი. ტექსტი არის ბატონი Damned კუპატაძე, დიტო კუპატაძე, გოგლემ შურღაია. კლიპს იღებს კრისტოფერ ნოლანი. ხო კარგად დავიმახსოვრები. ოჩა ბატონო. და რა შეეხება ბაბის ხო? და თუ შეიძლება შევასრულოთ. ბაბის აღზევება. ხო, მეგობრებო, მაშინ. მიბზერ შენი თვალები, გულს მომედო ალები, ვერსად გამეპარები, ვერ დამემალები. აჯავს იმის ფიქრები, ჩემი როდის იქნები, ყველგან შენ მელანდები, შენ მესიზმრები. ჩემი სუნთქვა ვინ არის, ნეტა ვინ არის, ჩვენი ურთიერთობა კიდევ წინ არის. ჩემი სუნთქვა ვინ არის, ნეტა ვინ არის, ყველაფერი წინ არის, კიდევ წინ არის. შენი სიტყვები აქვე გამოგიტყდები ძალიან რომ მიხდები როდის მიხდები შეხარ ჩემი ნიშანი მომავლის აღნიშნავი რა ხარ ასე კარგინა შესანიშნავი ჩემი სუნთქვა ვინ არის ნეტა ვინ არის ჩვენი ურთიერთობა კიდევ წინ არის ჩემი სუნთქვა ვინ არის ნეტა ვინ არის ყველაფერი წინ არის კიდევ წინ არის ჩემი გული ვინ არის ნეტა ვინ არის ყველაფერი წინ არის ჯერ კიდევ წინ არის ჩემი გული ვინ არის ნეტა ვინ არის ყველაფერი წინ არის ჯერ კიდევ წინ არის ბატონო ჯიმი აყურებლისგან ჩვენი გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. სანდომი სააღდგომო სამზადისისთვის უკვე მზად არის. სანდომის პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეძენა უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში. დელა მაიტანასოს. ოხ, გენაცვალე. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ მესტის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი რიხო მეგობრებო აპლოდისმენტებით შევეგებოთ. ნაცოცის გარეშე. რა თქმა უნდა. დაბძანდით. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. დიდი მადლობა. და მადლობა რომ აი გამოიარეთ გზა და არც თუ ისე პატარა და დაგვდეთ პატივი და მობრძანდით დღეს ჩვენთან გადაცემაში. ძალიან გაგვიხარდა. მადლობა თქვენო. დიდი მადლობა მოწვევისთვის ყველას. დიდი მადლობა. ესე იგი 6 სვანი მყავს დღეს გადაცემაში სტუმრად.
ანსამბლის წევრები ბატონები გიორგი ფილფანი, მოგესალმები. არჩილ მურღულიანი, როინი შუკვანი, ანატოლი გერლიანი, ანსამბლის ხელმძღვანელი ბატონი ვახტანგ ფილფანი და კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი გეგი ფალიანი. ხომ სწორად თუ ყველა სახელი ლაგვა. ნამდვილად სწორად. ასე სტუმრების გამოცხადებაზე ჯერმე არ მინერვიული. თან შეარაღებული სტუმრები. ვაიმე დავლებ წყალს თორე პირი გამიშრა. მადლობა ღმერთო. გავაგზავნოთ სტუმრობა. ძალიან. ესე იგი, პირველ რიგში რა ხდება მესტიაში? მოვიკითხავ, რა თქმა უნდა, მესტიას, მესტიელებს, ზოგადად სვანებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით ჩვენი გადაცემის სახელით და მოგვიყევით ბატონებო, როგორ მიდის ამბები? შიდობა არის მესტიაში ძალიან რბილი და ლამაზი ზამთარი გქონდა. დიახ. და უნდა გამცნოთ, რომ თოვლი დნება. თოვლი დნება. კი ბატონო. ინტენსიურად. ინტენსიურად. სვანებს გვაქვს ძალიან მაგარი იუმორი. კი ბატონო. მაგრამ სახელი სხვანაირადაა, წამოსული ქალაქისკენ რომ იუმორი არა აქვს თუ. როგორ არ გვაქვს აქ განახოთ რომ დღეს გვაქვს იუმორი. კი ბატონო, ეჭვს არ გვეპარება. თან როგორი მე ძალიან კი ბატონო, ეჭვს არ გვეპარება. გვიხარია რომ ამ ლამაზ იუმორისტულ გადაცემას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თქვენ გენაცვალეთ. გიყურებთ, გულშემატკივრობთ და ეხლა დიდი პატივია რომ მონაწილეების გავხდი. ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა თქვენ გენაცვალეთ. გენაცვალეთ. ესე იგი, მესტიიდან თბილისამდე არც თუ ისე პატარა მანძილია, ხო? 500 კილომეტრი. 500 კილომეტრამდე. სულ რაღაც 500 კილომეტრი. სულ რაღაც, ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ახლა სტუმრად კი არა, გასტროლზე იმყოფებით ბატონებო. ასე გამოდის. ასე გამოდის. ასე გამოდის. ანსამბლი რიხო. ეხლა გითხარით, რამდენი წელია ბატონო ვახტანგ, ბატონებო, არა მხოლოდ თქვენ ვისაც გნებავთ, რომ არსებობს, როგორც დაფუძნა, შეიქმნა და მოკლედ ორი სიტყვით რომ გითხრათ ყველა. ანსამბლი რიხო არის მესტიის სიმღერისა და ცეკვის გუნდის სახელწოდებით შექმნილი 1928 წელს. ვა! 28 წელს და იმ დროიდან მოყოლებული მალე შეგვისრულდება 100 წლის ორ წელიწადში იუბილეზე გეპატიჟები. დიდი მადლობა, აუცილებლად და ანსამბლში 4 თაობა მუდმივად იყო და დღესაც არის. აჰა. ანუ ეხლა ჩვენ დაახლოებით 60 წლის რაიონში ვართ. 80 წლიანების ყავს. დიახ. 40-იანების და 20-იანი. ანუ 4 თაობა 20-განვე იყო და ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. სადღაც 45 კაცამდე არსებობს გოგონების ყავს, ქალბატონების ყავს ანსამბლში. ანუ ანსამბლი არის ესეთი რო იტყვიან მრავალ თაობიანი და ძალიან ლამაზ ტრადიციულ სიმღერებს ვასრულებთ და არა მარტო. არა მარტო. გოგონებს გასტროლებზე არ ვატარებთ, იმიტომ რომ შორი გზა არის. და უთხილდებით, არ ღლით, ხო? კი ბატონო, გასაგებია. ეხლა სახელწოდებაზეც მინდა ვიკითხო, რომელიც ესე იგი რიხო სახელწოდება სიტყვა რიჰას და განთიადს ნიშნავს როგორც უცნაური. ალიონი, განთიადი. ქართულში ბევრი სახელი გვაქვს. განთიადი, ალიონი, აისი. აისი, კი ბატონო. სვანურად რიხო, ლირჰე, ანუ თენდება. ეხლა რატომ არ იმასაც უცებ მოგიყვები? ძანეთ. ეს სვანეთში ძველად საათები არ გქონდა. ამიტომ ახალი დღე, ახალი წელი გიორგობა, რომელიც 12 საათზე კი არ მოდიოდა. მოდიოდა გამთენიისას. გამთენიისას, და განთიადზე. ამ დღეს ახლა ლოცვის დღეს ყველა ელოდება. და უცებ გიორგობა თენდება და როგორც კი თენდება, იმ წუთში ვიწყებდით ლოცვას ტაძართან და ეს სიმღერა რიჰოი დიდება ლამარიასო უშკულაშო. ანუ უშკული, იცით, უშკულს არ გეგეთ სოფელი, ყველაზე მაღალი სოფელი დასახლებული ევროპაში. აი იქ ყველაზე შემაღლებულ ადგილზე დგას წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი. და იქ არის მისული საზოგადოება და ელოდებიან გათენებას რომ დაიწყონ იმ დღეს მარიამობის დღესასწაული. ოდა ირიჟრაჟა და დიდება უთხრათ უშკულის წმინდა მარიამის და შექმნილი არის სიმღერა. ეს სიმღერაც არსებობს და შესაბამისად ანსამბლსაც ამ სიმღერის სახელი ჰქვია. ეს არის ამის მოკლე ისტორია. ესე იგი გამოდის რომ დღეს ღამის შოუში განთიადია მოსული. ასე გამოდის. მაგრამ შენ არ გაგითენდაში არ შეგეშალო. რამზანებ ბატონო. პირველად მივყვები დეტალურად რომ რამე სიტყვა არ შემეშალოს უკუღმა არ თქვა, იმიტომ რომ კიდე მინდა გადაცემის საყვანა რასლობანა. სხვათა შორის, ეხლა რამოსატანია თქვენთან, მაგრამ ჯაბოვიჩის შემოქმედებას თუ იცით ხალხმა რაც შეაშია. უიმე ჯაბოვის ვინ არის? თელი მსოფლიო იცნობს ჯაბოვის. მაგრამ
დნმ-ის ანალიზი რო აიღოს, ნახევრად სვანი იქნება თუ მთლიანად არა. გაწყობთ ახლა ეგ სვანებს. ისეთი გარიცხონებული თავია. მოგწევს ჯაბუ ნიჭიერი კაცი აუძაო. კი, ნამდვილად მაგარი კაცია და თუ იცით მაგის შემოქმედებას რა შეარქვა მაყურებელმა და მსმენელმა. თქვენსაც ხო რიხო, განთიადი, აისი, რაღაცა მზის ამოსვლა, ასე ყველაფერი კარგი და ჯაბოვიჩსაც ქვია მზის დაბნელება. ხო, ასე შეარქვა, მზის დაბნელება შეარქვა ჯიმის მოკლედ შემოქმედება. ბატონო ვახტანგ, ანსამბლის ხელმძღვანელი ბრძანდებით და რა მინდა გკითხოთ, როგორი შეგრძნებაა, როდესაც ამდენი სვანი გიჯერებთ? კაი შეკითხვა. უხერხული კითხვა. როგორ ახერხებთ ამას? მოკლედ, ჩვენ გვაქვს ესეთი კარგი წესი, დაფიცება. დიახ. რომ დავაფიცებ, ვინც დააგვიანოს, დაგინება არა, დაფიცება. დაფიცება კი ბატონო. დაგინება არ მოქმედებს. ხო. არც არის სვანურში გინება. დააფიცება, დავაფიცებ და არც აგვიანებენ და მოკლედ ესე იგი დაფიცებით ვახერხებ რომ მასი ანსამბლში მაქვს პალაჟენია. აი მეთოდი მაქვს. ხო, ესე იგი სვანების სიტყვის ხალხი არის. რასაც ამბობენ და რო დაიფიცებენ, იმას ისე აკეთებენ ზუსტად. ეს არა მარტო ამ ისტორიით ისედაც ვიცით ჩვენ. დაფიცების გვეშინია, გვერიდება უხერხებენ და წყევლის. წყევლის. ხო, ეს მარტო კი არ აფიცებს, წყევლის კიდე. და ამიტომ არის წევრით იწყებს. წევრით იწყებს თეთა. წევლა არ ვიცი, მაგრამ ესე თან კაცი წყევლა კაცო. სვანებს თუ გინება მოგვინდა? ხო. სვანურად არ არის და რუსულად ვიგინები დიდი. მაგრამ სანამ შეაგინებ, უნდა გკითხო, რუსული იცი? რა იცი? მაშინ იდი. ანუ ისე თუ არის იქნება ალბათ თვითონ სვანურშიც რაღაცა ის მაგრამ არა მოგონილი შექმნილი როგორც ანეკდოტები და ასე ანეკდოტები ითხრება სვანებზე და დღეს მივაგენით სხვათა შორის იმ ადამიანს ვინც პირველად ვინ იგონებს სვანებზე ანეკდოტს აღმოჩნდა რომ ერეკლეს აღლიანი. ერეკლეს რადონი ერეკლე? უნიჭერ მოკითხვა. ვიკითხავთ რა თქმა უნდა. აქედან რა თქმა უნდა ერეკლეს ძალიან ნიჭიერი. ერეკლეს 112-ზე თუ რამე ანეკდოტებია და სვანებზე ეს არის ახალი ანეკდოტები, ეს არის ერეკლეს მოგონილი. ხო იცით სვანი რო რეკავს 112-ში. 112 გისმე და არა კაცო ერთმა მომისმინე. ესე იგი სვანეთში გვაქვს ფოლკლორი უძველესი და ეს ფოლკლორი შემოგვინახა ტრადიციულმა ოჯახებმა. ესე ოჯახში იყო 25-30-40 ადამიანი ერთად ერთ სივრცეში და ეხლა შეკითხვა რატომ? იმიტომ რომ ძველად არ ყავდათ მთავრობა და დიდი ოჯახები. დიახ. თავის თავს თვითონ იცავდნენ და ამიტომ რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო ოჯახი, მით უმეტეს მამაკაცები. სხვა შორის ბიჭის დაბადებას მაგიტო გვიხარდა და მეომარია ბიჭი და მით უფრო მეტ ანგარიშს უწევდა ყველა, მაგრამ ამ ოჯახებში საღამოობით ან თავისუფალ დროს არ ქონდათ რა არ ქონდათ აბა ახალგაზრდებო? Wi-Fi. ტელეფონი. Wi-Fi კი ქონდათ, მაგრამ კოდი დაავიწყდა. მოკლედ ეხლა ამ ოჯახებში მღეროდნენ, კიდე მღეროდნენ, ყველა სოფელში არის სვიფს ვეძახით. მოედანი ეზო, სადაც თავისუფალ დროს ესე ვთქვათ, მთელი სოფელი თავს იყრიდა და ბირჟა რა. და მღეროდნენ, ცეკვავდნენ და კიდევ არის მესამე მომენტი. ჩვენ გვაქვს რელიგიური დღესასწაულები, აი ვინ არის იცით ახლა ლობისობა. აგერ აღმოსავლეთ მე თვითონ ნამყოფი ვარ სამჯერ აღმოსავლეთ საქართველოს ლობისობაზე. ასეთ დღესასწაულები სვანეთში არის რამოდენიმე კვირიკობა, დღემდე შემორჩენილია კვირიკობა, მთელი სვანეთი ქალაქიდან, სვანეთიდან ყველა იქ მიდის კვირიკობაზე. ასე არის ჰოლის მესტიაში, ჰოლის ბეჩოში, ასე არის ქაშვეათობ ჩემს სოფელში, ასე არის ფუსტა-ხანელი თუ არ ქვია ლატარში და სხვა სოფლებში და ეხლა უყურეთ, ეს მარტო რელიგიური დღესასწაული კი არ იყო. ეს იყო სხვა ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. ახალგაზრდებს ჰქონდათ შანსი ერთმანეთის დანახვის. მაშინ ხო არ იყო ტრანსპორტი, არ იყო მანქანები, ტურისტები და გაცნობის შანსი. არაფერი იბადებოდნენ ესეთი ინფორმაციის ლამაზი გაცვლა. გოგონები აქ რო შედანი იბადებოდნენ სოფელში და იზრდებიან, ლამაზები არიან, მაგრამ ვერ თვითონ ვერავის ვერ უყურებენ და ვერც ესე ვთქვათ მათ ვერავინ ვერ უყურებს და აი ახლა რელიგიურ დღესასწაულის დროს ისე რომ წავიტეს სადმე ახალგაზრდა გოგო без понта, ხო? ცოტა ტეხავს და ახლა რომ მიდის კვირიკობაზე, ეს სალოცავად მიდის, მაგრამ ახლა უყურე, წავიდა სალოცავში, მივიდა მოილოცა და შემდეგ ტარდება ფერხულები ხო იცით? შეკვადა სიმღერა და ხელმე ჩაკიდონ და აი აქ უკვე გოგოს
უფლება ქონდა ბიჭსაც ჩამდგარიყო სადაც უნდა აბსოლუტურად უცნობი ხალხი დგებოდა ამ დიდ ფერხულში ეს გოგონები ჩადგებოდნენ ესე ლამაზ ორ ლამაზ ბიჭს ამოიქცეო ჩადგებოდა უფრო რომელიც მოეწონებოდა ემას ოდნავ გადმოხედავდა და ვერავინ არ შეამჩნევდა ვიდეო კამერებიც არ იყო ხელს მოუჭერდა I love you მომეწონე ვერავინ არ შენიშნავს თუ პირველ ჯერზე ვერ გავგებინა კარგად მაშინ მეორედაც იგივე ადგილას დგება და რას აკეთებს იცი I love you გამთარებული ყოსიო ამის მერე პატარა მოციქულობა და იქმნებოდა ოჯახები ო გაიხარეთ ანუ დღესასწაულები რაღაც ამბავში ფართის იმას ფუნქციას ასრულებდა მე ინფორმაცია იცვლებოდა ბეჭოდან რაღაცას მომიყვებოდა მესტიელი რაღაცას ლენჯერილ მოუყვებოდა საინფორმაციო იყო გაცვლის შესაძლებლობაც იყო სტუმრის მოსვლა მაშინაც გვიხაროდა და დღესაც შემორჩენილი გვაქვს ანუ სტუმართ მოყვარხა ისე ქართველები ყველა სტუმართ მოყვარებები ვართ სვანები განსაკუთრებით რატო თუ იცით სტუმარი რომ მოდიოდა ესე იგი ეს არის ახალი ამბები BBC მოდი ზოგადად იდე მეორე მომენტიც ახლავს უყურეთ ყველა თავმოყარი ოჯახს ჰქონდა გადანახული არაყი იყო დეფიციტი მაშინ პურის განკეთდებოდა პურის დეფიციტი იყო ბლომად იყო ყველი ანუ ზერძის ნაწარმი ხორცის ნაწარმი ბლომად იყო მაგრამ აი პური არ იყო და ესე რა ქვია არაყი რახი კეთდებოდა მარტო პურისგან და ნუ ახლა არ იყო ბევრი არ იყო და ყველა თავმოყარი ოჯახს გადანახული ჰქონდა თავისთვის პატარა იმაში ხო სტუმრისთვის და ეხლა სტუმრის მოსვლა რატო უხაროდ იცი სტუმარს მარტო მას არ დაალევნებს შენ სხოდალე ხო და მაგიტომ განსაკუთრებულად გიხარო ეხლა ამ ჩვენი კუთხის ფოლკლორში მონაწილეობენ ეს ორი ლამაზი საკრავი თუ შეიძლება რომ გაგაცნობა ამ საკრავს გაგვაცანი საქართველოში გვაქვს უამრავი კუთხე უამრავი საკრავი ძალიან სვანეთში მარტო ორი აი ამ საკრავს ქვია ჭუნირი საკრავი სპენია როგორ ფიქრობთ რა მასალაა ყავი აი ნიჭერია გენაცვალე სვანი ცხრის ყავი შემდეგ ხის მასალა აი ყურეთ სიმები არის ცხენის კუდი დიახ ლადები არა როგორც გიტარა როგორც ფანდურს როგორც ბალალაიკას და ასე შემდეგ და როცა მთელი სამყარო უკრავს ვიოლინოს, აი ესე უკრავს, უყურეთ შეხედეთ. აი ესე უკრავს. იქაც არა ვიოლინოს სადა აქ, ბაბი, აბა სადა აქ ვიოლინოს ისინი ლადები და აი ესე უკრავენ, მაგრამ ერთ სიმზე. მერე მეორეზე, მერე მესამეზე და ასე შემდეგ, რიგრიგობით, მეოთხეზე. აი სვანები როცა უკრავთ, მაშინ სამივე სიმზე ერთდროულად უკრავთ. სამივე სიმს ვაკონტროლებთ სმენით. და ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სვანები მთელ სამყაროზე სამჯერ ჭკვიანები ვართ. რაზეა საუბარი? ახლა მეორე ინსტრუმენტი. ვაღო გასოს მეგრელმა რა პასუხი გაგვს ამაზე? ჩვენ სასო სამნახევარი აქო. ჩვენ გურს მეოთხეც აქ. სამნახოთ ნახევრად ხო? მაინც გჯობნიან ეს მეგრელები. აი ეს არის ჩანგი, მეგობრებო. ჩახედავთ გუგლში ნახავთ რომ შუმერული საკრავია. საერთაშორის შუმერები ცხოვრობდნენ 4000 წლის წინ, ეხლა რო ერაყია იმ ადგილას ცხოვრობდნენ, შუმერული ენა, სვანური ენა ძალიან გავს ერთმანეთს. აი რამდენიმე ასეული 1000-მდე სიტყვა გვაქვს ერთნაირი. და იქ მოინახა მიწისქვეშა გათხრებში კერამიკის ფილები, სადაც ხატია როგორ უკრავს შუმერი, ახლა ჩემ ტელეფონში მაქვს ეს არა ქვია სურათი. შუმერი როგორ უკრავს, ოღონდ ესე უკავია. ეს ინსტრუმენტი უკავია ესე, უკრავს ჩანგს ჩვეულებრივად. და მოგლეთ. მაგრამ იმ შუმერს სვანური ხუდი ახურავს. მაგან ახლა მე ჩემ ტელეფონს უნდა სვანური ხუდი ახურავ. აბა ჩემ ტელეფონს უნდა ესეთი ხუდი. კი. გაჩვენებ მე თუ მომიტან სალომე გადავწერეთ ისტორია პრაქტიკულად ესე შეიძლება. აი ხა უყურეთ კიდე. ვინმე ტყის აბა სად დაიბადა ნოტები? დო, რე, მი, ფა. აი მას კითხოთ, აი მას თუ იცი. იქით მუსიკელაცკენ. გელა იცი? დაგუგლეთ ან chat GPT-ს რო კითხოთ, chat GPT. დაიბადა სვანეთში ამოახდებს ეგრევე. ახლა მტკიცებულება ბატონებო, აი. დო, რე, დო, ბოლოდო. მანქანაში მაგ დღეს არ წინდა. აუ რა კარგი ხალხი. აი ესეთ ლამაზი ინსტრუმენტები, ესენი როცა ერთად უკრავენ, ჩანგი და ჭუნირი, ესენი როცა ერთად უკრავენ, იგივეა, რაც ვითომ სამხმიანი გუნდი მღერის. და თუ ჭკვიანად იქნებით,
პატარას დაგიკრავთ კიდევაც ცოტა რა ხანში. თქვა რა უმიღია მარტო თქვენ გისმენთ ბატონო მეტი ჭკვიანად რანაირად თქვა ჭკვიანად დამდგრად იქცევით ჭკვიანად ჭკვიანად იქცევით წეღა რომ მეუნებოდით გვარზე კაცო რას მიუნებოდით რა გაბუნიაოთ სვანური ფესვები სვანეთიდან გაქვთ კაცო აბა ჩაჯიპიც კითხე თუ არა არ მინდა თქვენი უფრო მჯერა ესე გაბუნიოს ფესვები გვაქვს სვანეთიდან იგენაც გვარლიანების გვარლიანების კი მართლა კი ამბობენ ჩვენთან ან გერლიანების ინაპრები ამბობენ არა ან Google-ს უნდა ვკითხოთ ან ChatGPT-ს ვიღაცა ამბობს და მინდა გიზრდები ფაქტი უნდა მოიყვანო კი ბატონო ფაქტი უნდა მოიყვანო. მაგი მოვიძიოთ აი ერთი პატარა რაღაცა კიდე მინდა სვანეთ კაცო ეს რა არის თუ იცით ქუდი სვანური ეს არის სვანური ხუდი მსოფლიოში საუკეთესო ხუდია სხვათა შორის კი ბატონო მასალა მატყლი უნიკალური მასალა კი ბატონო მე არ ვიცი ახლა ზოგიერთ ადამიანს მათ შორის მე სულ გვახურავს ზამთარ ზაფხულ რატო იცი ზაფხულში ხო ცხელა კი ახლა ჩემნაირ ესე თმა საერთოდ რო არ მაქვს პრობლემა მზის ქვეშ ყოფნა და ხუდი თუ მახურავს როგორც ქოლგა ისე აი ხო კი ბატონო ზამთარში მეყინება ყურები აქა ხო ესეა თუ ხუდი გახურავს ჩამოიხურავ ესე ღრმად და ტაშკენტ და შევიდა ისე ახლა უყურეთ ხანდახან სვანები იყენებდნენ ამას წყლის დასალევადაც რას ქუდს აბა ადრე ახლა უყურეთ ვთქვათ მოვდივარ ცხენით და ცხენით მოვდივარ წყალი მოდის გზაზე ჩემი ცხენი უცებ ცხელა და მივიდა წყალი დალია მიწიდან მაგრამ მე ვერა და რატო ვერა იმიტომ რომ შეიძლება ჩამყვეს ან მწერი მატლი ან რა ქვია ბაყაყი კრაკადილი რამე ხო გააჩნია რა არის წყალში ესე იგი იღებ წყალს ჯერ ჩახედავ უი ბაყაყი და გადაასხამ კი ბატონო ისე მეორე დაიღებ ჩახედავ და უი კრაკადილი გადაასხამ კიდე მესამე დაიღებ და ბაყაყი და კრაკადილი ერთად გადაასხამ და სუფთა როცა ამოვა მარტო მაშინ სვამესი მაგრამ სიგნით ცოტა ჭუჭყიანია ნახეთ ხო გარეთ არის იდეალურად სუფთა აჰა ამოატრიალებდნენ აი უყურეთ ამოატრიალებდნენ ესე რაღაცა ხდება ახლა ახლა შეხედეთ ხო არ გონია თუ გაწყვეტ მე ვხედავ გამოვალ აი წყალი აი მე რამდენი ჩაგისხათ ახლა რამდენიც გაგიხარდებათ კაცო აი ნახეთ აი ვასხამ აი შეხედეთ აი ვასხამ აი ბაყაყი არა გაგვიმართლა აცნიანგი სუფთა ხო ჩავასხი კი ბატონო ხო და თუ არაყი ქონდა ღვინოს ასხამდნენ ღვინო როცა სტუმარი რომ ეტან არაყი არ ჩაასხათ არაყი ეგრევე გასდის გასდის არა თან დიდი ჭიქაა და ამაში ამდენი არაყის აძავებს ემას სივარდი აბა ჩვენ ზმობას გაუმარჯოთ ვიფასო მეგობრებო აგიმარჯოთ არ გასდის ფაქტის ახეზეა ხო არ გასდის დავგარესტანის კარა ბრავო ესე იგი როგორი კომპაქტური ყოფილა ესე გარდა იმისა რომ ქუჯი სიცივე სითბოს მზისგანაც გიცავ წყალსაც სვამ და არ გასდის ორიგინალი უნდა იყიდე 15 ლარიანი თუ იყიდე დამთავრდა აზრი არა ხო ეს 100 ლარი ყის 100 ისე ამ ქუდის ხელოსნებს უნდა ისა რა ქვია ამ ხელა რეკლამას უწევთ მე და თქვენ და კი ბატონო რაზეა ცოტა გამოვიდნენ მე რეჟი გაგვეყვანო ნაბარო 100 ლარიანები იყიდე თვითონ ქუდი გარანტირებული გაქვს საჩუქრად ვახ ესე იგი ის ამბავი რომ წეღან თქვენ არ ბრძანეთ ბატონ გეგი რომ სვანებზე ამბობენო რომ აი იუმორის ხნობა ესე იგი მეჯერ არც მეჯერა მაგრამ არ ქონიათ კი არა ფენომენალური იუმორის გზნობა ქონიათ უფრო მეცაც აი გულწრფელად ამდენი ძალიან დიდხანს არ მესმედა ძალიან ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ რა მე ნახე და ვიცი უფრო სწორედ რომ თქვენ სვანური ხასიათით გააცოცხლეთ და შეასრულეთ ბიტლზების ცნობილი სიმღერა Yesterday ხო ბიტლზები იბრალებენ თორე ილეცხნისა ეს სიმღერა სვანურია კი ბატონო მაშინ ხო სვანური სიმღერა თუ გვიჩივლა პოლ მაკარტნიმ მაგას ჩემ თავზე ვიღე მაგი უნდა თქვენ უნდა გვიშველოთ აგერა ვარ აბა მაშინ შეუბეროთ აბა მიუშვებ ჯაბოვიც მოგუდავს ეგრევე ოპა Yesterday Oh my God was so far away Now it's the day oh I
გამერდეთ. Why she had to hold alone, she was afraid. I said, something wrong yesterday. Oh, was such an eerie game to play. Now I need a place to hide away. Oh, I believe in yesterday. I see had to hold along, she was afraid. I said, something wrong yesterday. Oh, was such an easy game to play. Now I need a place to hide away. Oh, I believe in yesterday. Oh, გაიხარეთ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ესეთი არაჩვეულებრივი, რა ვიცი, აი განწყობისთვის, პატივისთვის, რომ დაგვდეთ და ჩამობრძანდით სვანეთიდან, უღრმესი და უდიდესი მადლობა. გვიყვარხართ, გაფასებთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი ადათის წესის და რა ვიცი, კულტურის შემოქმედების რაინდები ნამდვილად რა. და გამსვლელები ამ ყველაფრის და ერთი სვანური სიმღერაც შეგვისრულეთ. ახლა სვანური სიამოვნებ ჩეკპირდით და აბა როგორ ხო შეგიძლიათ. ისე უწახვალთ, ვერ გაგიშვებთ ახლა გასულ. შეპირება და ვალიებთ და იგივე. მაშინ ხო. ანსამბლი რიხო იყო დღეს ჩვენთან სვანეთიდან სტუმრად აპლოდისმენტები ამ ძალიან მაგარ ადამიანს